გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ლიტერატურული კონკურსი 2026-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. პროექტი, რომელიც წელს პირველად რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. საკონკურსო ნამუშევრები ქართველმა პოეტებმა ტარიელ ხერხელაურმა, ნანა ცინცაძემ და მწერალმა ნატო დავითაშვილმა შეაფასეს. 6 გამარჯვებულთან ერთად გამოვლინდა ჟიურის და მერიის რჩეული ნაწარმოებიც, რომლის ავტორსაც ასევე გადაეცა ფულადი ჯილდო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება. წელს საფუძველი ჩაუყარეთ გურჯაანის ლიტერატურულ კონკურსს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ კიდევ მეტი შესაძლებლობა მივეცით ჩვენ ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭის გამოსავლენად. როგორც მოგეხსენებათ, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა 6 გამარჯვებული. გამარჯვებულებს მიულოცავ და წარმატებებს უსურვებ მომავალში. ემოციებისგან გამარჯვებულებს მიულოცავ და წარმატებებს უსურვებ მომავალში. ემოციებისგან მართლა დატვირთული ვარ. ველოდებოდი რატომღაც რომ 6-ში მოვხვდებოდი, მაგრამ ნამდვილად არ ველოდებოდი პირველ ადგილს და იმდენად დატვირთული ვარ, რომ ემოციებისგან რომ მართლა არ ვიცი რა ვთქვა. მადლობა გურჯაანის მერიას, კიდევ მინდა რომ ჩატარდეს მსგავსი პროექტები და ძალიან მიხარია რომ ამ პროექტის ნაწილი ვიყავი და მოვიპოვე გამარჯვება, იმიტომ რომ ჩემთვის იყო პირველი კონკურსი და პირველივე კონკურსზე ესეთი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ძალიან დიდი мотиваციაა. ძალიან ბედნიერი ვარ, პირველ ადგილზე არც კი მიოცნება და ძალიან გავაცებული ვარ და ძალიან დიდი მადლობა მერიას, ყველა ორგანიზატორს, ჩემ მასწავლებლებს და ჩემ მშობლებს, რომელიც ძალიან ყველანაირად გვერდში მედგნენ. დიდი მადლობელი ვარ აქ ყოფნი ყველა ადამიანის, მით უმეტეს გურჯაანის მერიის მოადგილის, ჩემი მშობლების და ჩემი მასწავლებლის.